იმერულ დერბიში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სამტრედია და საჩხერის ჩიხურა. სამტრედია ამ ორივე გუნდს უნდა ვთქვათ, რომ მოუწევს ევროტურნირებზე საკუთარი ღირსების დაცვა და საქართველოს ღირსების დაცვაც შესაბამისად ძალიან გულსატკენია, რომ ასეთი დაბალი ხარისხის ფეხბურთს უჩვენებს, განსაკუთრებით ამ მატჩის მასპინძელზე შეგვიძლია ის ვთქვათ. Რა თქმა უნდა, ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ, მაგრამ რთულია, მათთვის უფრო რთული იქნება ევროსარბიელზე, რა თქმა უნდა, თავის გამოჩენა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანი, თან ისეთი, რომელიც იშვიათად ახერხებს რაიმე ღირებულის შექმნას. ეს არის 45 წუთი პირველი ტაიმის და 11 მეტრიანი დაინიშნა ამ შეხვედრაში, მაგრამ დამხმარეებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ საჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და ყვითელი ბარათიც გააუქმა შესაბამისად. მე მგონი აქ 11 მეტრიანი არ იყო და უნდა გამოეყენებინა თავისი შანსი გიორგი გაბედავას. პენალტი არ დაინიშნა და შანსი უკვე მიეცა სამტრედიას. ძალიან კარგად ითამაშა აქ გიორგი ახალაძემ. კარშიც დაარტყა, მაგრამ დინო ჰამზიჩი ყურადღებით იყო. ეს კი 50 წუთია, შედის საჯარიმოში ჩიხურას ფეხბურთელი და მის წინააღმდეგ თამაშის წესები ირღვევა. აქაც უყოყმანოდ მიიღო 11 მეტრიანის შესახებ გადაწყვეტილება ამ საჯმა. ქარქუზაშვილთან ორთა ბრძოლისას წაიქცა ჩიხურას ფეხბურთელი და გიორგი გაბედავამ გაიტანა ამ თამაშის ერთადერთი გოლი, როგორც აღმოჩნდა. პენალტით მინიმალური ანგარიშით მოიგო საჩხერის ჩიხურამ, მასაც ისევე როგორც სამტრედიას მოუწევს საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირება ევროპის ლიგაზე. შესაბამისად ველით რომ უკეთეს შტაბეჭდილებას დატოვებს შემდეგ თამაშებში. საჩხერის ჩიხურას ჰქონდა ბოლოს მომენტი, მაშინ როცა სამტრედიელთან მეკარეც მეტოქის ნახევარზე იყო ჩასული, მაგრამ აქ თითქოს გაუმართლა ილიას ტურვას. თამაში ჩვენი თქვა კარნახით მიდიოდა, ქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი პირველ ნახევარში, მაგრამ ბოლო პასის გამო ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ გოლის მომენტის რეალიზება. რთული თამაში იყო, მინდა ვთქვა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს და გავიმარჯვეთ ეს თამაში, ხანდახან გავიმარჯვეთ ამ თამაში. ხდება ხანდახან რომ ისე ხარისხი არ არის, მაგრამ გამარჯვება მაინც კარგი არის და მე ვლოცავ ჩვენ ბიჭებს ამ გამარჯვებას.